რეჟიმის პატიმრის ნიკა გვარამიას განაჩენის გამოცხადება ხვალისთვის გადაიდო. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია გადაწყვეტილებას ხვალ დილის 11-ის ნახევარზე გამოაცხადებს, დღეს კი სასამართლოზე დასკვნითი სიტყვები მოისმინეს. სასამართლოს ხდომის პარალელურად თეა წულუკიანის კომისიის ხდომაც მიმდინარეობდა, სადაც დღეს პატიმრობაში მყოფი პოლიტიკური ლიდერების საქმეები ეგრეთ წოდებულ კომისიაზე უკვე მეორედ გამოუცხადებლობის გამო კვლავ პროკურატურას გადასცეს. ტელეკამერის გარეშე თუმცა სხდომას მაინც ესწრებოდა ჩვენი ჟურნალისტი ქეთი ნადიბაიძე, ის ახლა მოგვიყვება დეტალებს სასამართლოდან, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ქეთი, გისმენთ? სანამ ნიკა გვარამიას ხდომის დეტალებს მოგიყვებით, გეტყვით, რომ მის შემთხვევაში ჯერჯერობით პირველ საქმეზე არ არის განაჩენი გამოცხადებული და უკვე კიდევ ერთი საქმე არის დაწყებული მის წინააღმდეგ, როგორც დღეს თეა წულუკიანმა საგამოძიებო კომისიის ხდომაზე განაცხადა. ნიკა გვარამიას, გიორგი ვაშაძის, მამუკა ხაზარაძის შემთხვევაში ხელახლა დაიწყება საქმეები, ეს უკვე მეორე საქმე იქნება კომისიასთან ართანამშრომლობის და ბოიკოტირების გამო და პროკურატურაში იგზავნება თეა წულუკიანის ხელმოწერით კვლავაც მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ნიკა გვარამიას შემთხვევაში განაჩენი ჯერჯერობით არ არის გამოცხადებული, თუმცა მამუკა ხაზარაძის, გიორგი ვაშაძის შემთხვევაში მათ 8 თვე და 7 თვე აქვთ უკვე მისჯილი ამ საკითხთან დაკავშირებით. სამივე ციხეში იმყოფება. ნიკა გვარამია წინასწარ პატიმრობაში არის და მისი განაჩენი ხვალ გამოცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოში. კომისია ითხოვდა მათგან, რომ დისტანციურად მომხდარიყო ჩართვა ციხიდან კომისიის ფორმატში, თუმცა მათ მეორედაც განაცხადეს უარი და ეს გახდა უკვე წინაპირობა ქართული ოცნებისთვის იმის საფუძველი, რომ ხელახლა დაეწყოთ მათ წინააღმდეგ საქმეები. სამივეს პირადად ჩაბარდა შეტყობინება და სამივე წერილობით სხვადასხვა დროს, ყველაზე ბოლოს ბატონმა გიორგი ვაშაძემ დღეს დილით განაცხადა, რომ არ აპირებენ დააკმაყოფილონ კომისიის ეს მოთხოვნა. გადავაგზავნოთ პროკურატურაში თუ როგორ იქცევთ? გაფიოდ ამბობენ, რომ არაპირებენ გამოცხადებას და მე მგონი აქ კითხვის დასმაც კი გვაქვს სხვა რაიმე გამოსავალი, ჩვენ ვალდებულებიც ვართ, რომ კანონი გვავალდებულებს პირდაპირ. არის რამე სხვა ალტერნატივა, მაგალითად მესამედ გამოძახების. ბატონო თენგის. ვინაიდან ჩვენ სიცხესამართლებრივ დევნას არ ვახორციელებთ, ნებისმიერი ესეთი საკითხი უნდა გაუშვათ პროკურატურაში. ის რა კვალიფიკაციას მისცემს, ეს მისი კონსტიტუციური პრეროგატივაა. დიახ, მაშინ რიგრიგობით ვინ არის მომხრე, რომ ბატონი მამუკა ხაზარაძის უარი კომისიის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაეგზავნოს შემდგომი განხილვისთვის, კვალიფიცირებისა და რეაგირებისთვის პროკურატურას, ვინ არის მომხრე? მიღებულია ერთხმად, ვინ არის მომხრე, რომ ბატონი გიორგი ვაშაძის უარი დაეკმაყოფილებინა კომისიის მოთხოვნა დღევანდელ სხდომაზე პენტენციური დაწესებულებისთან ჩართვასთან დაკავშირებით გადაიგზავნოს შემდგომი შეფასებისა და რეაგირებისთვის პროკურატურაში, ვინ არის მომხრე? მიღებულია ერთხმად და ვინ არის მომხრე, რომ ბატონი ნიკა გვარამიას უარი დაეკმაყოფილებინა კომისიის მოთხოვნა დღევანდელ სხდომაზე ონლაინ ჩართვის მეშვეობით გამოცხადებასთან დაკავშირებით, შემდგომი შეფასებისა და რეაგირებისთვის გადაეგზავნოს პროკურატურას. მიღებულია ერთხმად. პროკურატურას შეიძლება ითქვას, რომ პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე დაფიქსირებული აქვს, რადგან ბოლო პერიოდის განმავლობაში, როდესაც გამოძახება ხელნეურად მიიღეს უკვე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, ცხადია მედიას ჰქონდა არაერთი შეკითხვა ამ შინაარსის პროკურატურასთან მიმართებაში და მოქმედი საქმეების პროკურორებს არაერთხელ აქვს დაფიქსირებული, რომ თუკი საგამოძიებო კომისიისგან იგივე შინაარსის წერილები შევა, ისინი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში კვლავაც დაიწყებენ ახალ საქმეებს და როგორც ჩანს უახლეს მომავალში ალბათ უნდა ველოდოთ საგამოძიებო უწყების მხრიდან კიდევ ერთ ბრალს მამუკა ხაზარაძის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას მისამართით, რომლებიც ისევ ამ ეტაპზე კვლავაც არიან ციხეში, თუმცა როგორც ჩანს ალბათ ციხეშიც კიდევ ერთ ბრალს კომისიის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლიდან გამომდინარე მათ წაუყენებენ. როგორც გითხარით, გიორგი ვაშაძეს 7 თვით აქვს მისჯილი ამ საქმესთან დაკავშირებით, მამუკა ხაზარაძეს 8 თვიანი პატიმრობა, ნიკა
ნიკა გვარამიას შემთხვევაში კი დღეს ჩატარდა სხდომა, დასკვნითი სიტყვით მიმართეს სასამართლოს მხარეებმა. თავად გვარამია არესტირებოდა დღევანდელ სხდომას და მოსამართლე ჯვებენ ნაჭყებიამ გადაწყვიტა, რომ ხვალ გამოაცხადოს განაჩენი. ადვოკატები განსხვავებულ განაჩენს არ ელოდებიან და ფიქრობენ, რომ ნიკა გვარამიას შემთხვევაშიც იქნება განაჩენი გამამტყუნებელი. ჯვებენ ნაჭყებია იყო, აქვე შეგახსენებ ზურაბ ჯაფარიძის მოსამართლეც, რომელიც 7 თვით გაუშვა ამავე საქმეზე მანციხეში. ნიკა გვარამია არ მიიღებს ხვალინდელ სხდომაში მონაწილეობას, ასეთი ინფორმაცია გვაქვს დღეის მოცემულობით ამ წუთისთვის. რაც შეეხება განაჩენს, ჩვენ ნახეთ უამრავი გადაწყვეტილება სხვა პოლიტიკოსებთან დაკავშირებით ამ მიმდინარე გასული კვირის მანძილზე, შესაბამისად განსხვავებული მოლოდინი არ გვაქვს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ იგივე მოსამართლე აბსოლუტურად იდენტურ სიტუაციაში ზურაბ ჯაფარიძეს უკვე მიუსაჯა 7 თვე, განსხვავებული მოლოდინი შეუძლებელია რომ გქონდეს. თუმცა გამამტყუნებელი განაჩენი ამ საქმეზე და სხვა პოლიტიკოსების მიმართაც აშკარად ეწინააღმდება კანონს და არის სრულიად უსამართლო. სასამართლო უბრალოდ დაიხურა საზოგადოებისთვის და ამაზე ძალიან სასაცილო პასუხები მოისმინეთ მოსამართლის მხრიდან. კერძოდ მან თქვა, რომ რადგან ცვლილება არის ახალი, ჯერ არ იციან პრაქტიკაში როგორ უნდა განხორციელდეს ეს ცვლილებები და ამიტომ იქამდე მედიები უბრალოდ მოკლებული იქნებიან შესაძლებლობას, რომ გააშქონ სასამართლოს სხდომები და მეორე თქვა, რომ მისი ვალდებულება არ არის ჟურნალისტებთან კომუნიკაცია და ძირითადად პატრულ ინსპექტორები რო აღგერებდნენ ხოლმე უკვე სასაცილოდ დამკვიდრებულ ფრაზას მიმართეთ პრესცენსო, იგივე პასუხი გაიმეორა ჯვებენ ნაჭყებიამაც, საერთოდ არ აინტერესებს ამ მოსამართლეს საკუთარი სხდომები იქნება თუ არა საჯარო და უზრუნველყოფილი იქნება თუ არა ის დემოკრატიული პრინციპები, რაც კანონმდებლობაში ჯერ კიდე თუნდაც იმ დოზით არის ჩარჩენილი და რომლის ამოღებაც ჯერ ვერ მოასწრო რუსულმა რეჟიმმა. მოსამართლე ჯვებენ ნაჭყებია ნიკა გვარამიას განაჩენს გამოაცხადებს ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში. ჩვენ ამ განაჩენის გამოცხადების სხდომას ვერ გადავიღებთ, ისევე როგორც ვერ გადავიღებთ ნიკა გვარამიას დღევანდელი სხდომა და დღეს ფაქტობრივად მისი საქმის მოსამართლემ აღიარა, რომ ახალი კანონი ძალაშია, თუმცა მისთვისაც კი ცნობილი არ არის პროცედურები, რა პროცედურების გავლის შემთხვევაში და დაცვის შემთხვევაში შეიძლება მედიამ მიიღოს ამა თუ იმ სხდომაზე გადაღების უფლება. ეს პირდაპირ აღიარა მოსამართლე ჯვებენ ნაჭყებიამ. ადვოკატებმაც დააყენეს საკითხი, რომ მას დაეშვა მედია სხდომის გადასაღებად, თუმცა პასუხისმგებლობა სრულად მოიხსნა მოსამართლემ და ის დააკისრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და იმედი გამოთქვა, რომ უახლეს მომავალში ეს პროცედურებიც გაირკვევა და მედია შეძლებს სხდომების გადაღებას. ნიკა გვარამიას სხდომა დღეს დასრულებულია და როგორც გითხარით, ხვალ იქნება განაჩენი და შემდეგ დარჩება უკვე ერთადერთი საქმე ირაკლი ოქრუაშვილის, რომელთან დაკავშირებითაც განაჩენს 4 ივლისს გამოაცხადებენ.